ეს არის კიდევ ერთი უკვე მეასე შემთხვევა, როდესაც კრემლი ღიად აქებს ქართული ოცნების რეჟიმს და იწონებს იმ პოლიტიკის კურსს, რასაც ეს რეჟიმი ატარებს საქართველოს ეროვნული ინტერესების და ქართველთა ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ კრემლის გასახარად. მე ვფიქრობ, უკვე ყველასათვის თვალსაჩინოა, რომ ქოცები არიან რუსები, ეს რეჟიმი და კრემლი არის იდენტური, სინონიმური რამ, მათ ამოძრავებთ ერთი და იგივე მიზანი, მათ აქვთ ერთი და იგივე ლექსიკა, ერთი და იგივე სულისკვეთება, ერთი და იგივე პოლიტიკური რიტორიკა და რა თქმა უნდა მიზანი, რაც კრემლს და ქართული ოცნების რეჟიმს აერთიანებს, არის საქართველოს ქართველების გარეშე და საქართველოს, რომელიც იქნება მიერთებული პოლიტიკურად, ეკონომიკურად და გეოპოლიტიკურად რუსეთის ფაშისტურ ფედერაციას. ქართული ოცნების სპიკერების რიტორიკა და ის, რომ ეს რიტორიკა და ქოცური პრაქტიკა არის კრემლისთვის გასახარი, მე ვფიქრობ, თითოეული ქართველისთვის, ყველა ნამდვილი ქართველი მოქალაქისთვის უნდა იყოს ძალიან მკაფიო დასტური და განგაში ზარის საგანი, რადგან ამაზე უფრო თვალსაჩინოდ მე ვფიქრობ, ვერავინ ვერ დაინახავს იმას, რომ ეს რეჟიმი და კრემლი არიან ერთი და იგივე და პირველად ისტორიაში საქართველოს ყავს ხელისუფლება, რომელსაც ღიად იწონებს და აქებს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპანტი და ჩვენი მტერი რუსეთის ფედერაცია.